გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატით გავაკეთებ ჩვენი დანების განხილვას. უბრალოდ განყუთვა მინდა რომ გადავიღოთ რა. ადრე ვცადეთ მე და გიემ და ვიცი არ იყო მე მგონი ცუდი ცოტა სახალისოც არის, თან რო არიცი რა გელოდება. თან რეალური განყუთვა ის არა რაღაცებს რომ ნახავენ და მე გადასკოშავენ ხოლმე და რაღაცა ეგრე არა. და ნავით გასახსნელად ჩემი River MF-ის დანამიდებს ჯიბეში. ამისი სხვა ფერები და მოდელებიც გვაქვს და გაგიზიარებთ, მე მოკლედ გაჩვენებთ ახლა კადრით კიდე რეებიც გვაქვს. შეგახსენებთ რომ არის ამერიკული ბრენდი, დამზადებული ამერიკაში, ეს მექანიზმი მათი შექმნილია, პირები მარტივად ეცვლება, ჩემი ცოტა გალამაზებულია, რაღაცა ნახატი დაუმატე პირი შეუცვალე საკითი და რა მე ძალიან მომწონს. ეხლა რაც შეეხება ჩვენ სიახლეებს, აქ არის კონცეპტის მოდელები, დანები, ფრაიბარები, ბევრი რაღაცებია და შერჩეულიც სრულად ჩემი არ არის, ნაწილი ჩემია და დიდი ნაწილი უფრო გიოსი და ეგეც საინტერესოა, არის დანები, რომელიც ეხლა გამოუშვეს და სულ პირველად უნდა ვნახო და ჩვენთან ერთად მოდი ვნახოთ მათი პირველივე ემოციები და ნახოთ რა გამოვა რა. მოდი დავიწყოთ პირველივე ამოვიღოთ თინეიბლის დანა. ლოკი პრინციპში ჩვენთვის ნაცნობია. ეს 5 იმედია მოხარება. ლოკი არის პატარა ფიქსედი. ფიქსედი ლოკი, დასაკეთი ლოკი მქონდა იქიდან მოსოდა მე ლოკი. საინტერესოა, ეს ახლა გამოუშვეს პრინციპში. ეს ახლა გამოუშვეს, დასაკეთი მქონდა ტიტანზე. ეხლა ვსდევ ჩემს უკან არის კადრში სხვათა შორის. კაიდექსის ქარქაში ფოლადი გვაქვს D2, ესეთი ოქროსფერი დაფარვით, ჯიათის სახელური როგორც ხედავთ. ნახოთ აბა მომათავსოთ ქარქაში რა თქმა უნდა ხარისხიანი ჯდება, ეს მოძრაობს. შეგვიძლია ჰორიზონტალურად დავაყენოთ, შეგვიძლია ვერტიკალურად. საშუალო ზომის საკმაოდ კარგი ფიქსია მინდა გითხრათ. პირი გაცრავთ. ნაუწმინდოდ ზეთიანია. ვფიქრობ პრაქტიკულია ეს დანა საკმაოდ იქნება, რადგან full ტანგია, ცოტა მძიმე დატვირთვებსაც გაუძლებს, ზომა საშუალოა, სატარებლად მარტივი, თხელი. ქარქაშიანად შეიძლება ჯიბეში ჩადება, საერთოდ შეიძლება ეს საკიდი მოიხსნას და ნეკნაიფად გადაკეთდეს, თუ არა და დაფიქსირებული კამოზე საკმაოდ კარგი იქნება. ეხლა ამას ავალაგებ და გადავალ შემდეგ მოდელზე. აქ ცოტა როგორც ხედავ, დომხალი მიკეთდება, მეგობრებო, ამიტომ ჯობია ეს მოდელები ამოვალაგო. კონცეპტ კარაბინიერი. ეს რაღაცა აქსესუარი ან ფრაიბარია. კარაბინი. კარაბინიერი იმიტომ ეწერა. საინტერესოა. ტიტანის მსუბუქი, ძალიან ლამაზი ანოდირებით. იასამნის ფერია და ლურჯია ეს ჩამკეტი თვითონ. ჩამკეტი საკმაოდ ხარისხიანი ჩანს, კი. მაგას დამატებითი ზამბარა არ აქვს, თვითონ ეს არის ისე გაჭედილი, რომ ეს ქმნის და ძალიან ვფიქრობ გამძლე და კარგი იქნება. ლამაზიც არის, ზომა ადეკვატურია, დამატებითი ფუნქციაც აქვს გასახსნელი ქილის. სათამაშოდ მშვენიერია. კარაბინიერი გავიგეთ რაც არის. ეს თუ შემხდება აღარ გავხსნი, ან შეიძლება სხვა ფერი იყოს. ეს კარაბინი მოდი ნახოთ აბა. აი შავი ფერია. დიზაინერის ყავს თავისი მშვენიერია. შავის ტონუშ დაფარვით, ძალიან კარგია, ესეც ლამაზია, პრაქტიკული. უფრო დეტალურად გაჩვენებთ ამ ერთ კადრში. ეხლა ცოტა რომ გამეძალოს ძალიან ეს ამის გახსნას და ყველაფერს დრომი აქვს და კურსორი. ეს რა ნახოთ. რა ყოფილა პატარა ფრაიბარი. მიკარტის სკეილით, დამაზი 3D კლიპსით. კარგია, საინტერესოა, საყვარელია, ზომა ადეკვატურია, სატარებლად მარტივი იქნება. აქ რა გვაქვს? ეს კურსორია. მედია ძალიან ჭრაჭურის ხმები არ იქნება ვიდეოში. აქ უკვე მწვანე მიკარტით არის და შავის თოუნოშით. ეს ჩვენი პატარა ფრაიბარი. საინტერესოა და კარგი ნივთია, ხელში კარგად ძის. მშვენიერია.
განსხვავებული სიახლეები გვექნება მაღაზიაში დანების გარდა. ძალიან კარგი. კაი, მოდი ცოტა დანებით შევუდიოთ, რომ ძალიან ერთფეროვანი და მუშაწყენი არ გამოგვივიდეს, აბა რა ხდება აქ. ნეთლი, თინეიბლის ნეთლი, ნახოთ საინტერესოა. ლატარია რა. აკრემ კარგი ლატარია, ურალამაზი ლურჯი ფერია. ელექტრიკი ლურჯი ფერია, ალუმინის ტარია. ფრონტ ფლიპ გახსნის მექანიზმი, 154 cm ფოლადი. თქვენთან ერთად ვეცნობი ამ დანას მეგობრებო, პირველად ხედავ ახალი მოდელი არ მქონია შეხება და რა ვიცი, მოდი თქვა ჩვენი პირველი ემოციები. პირველი ემოცია, რა თქმა უნდა, ეფექტს ახდენს პირველ რიგში მისი ვიზუალი, დიზაინი, ფორმა საინტერესოა, ცოტა აგრესიული წვეტით, ეს ვანკლიფი პირის ფორმა, ალუმინის ტარი, შორიდან უფრო ძვირფას გავს, ხელში რო დაიჭერს, ცოტა შედარებით ხვდები, რომ არ არის ტიტანი, არის ალუმინი, მაგრამ მე რა საავიაციო ალუმინი არ არის, უბრალოდ ალუმინი და მსგავსი მასალები ძალიან ბევრ ტოპ და ძვირიან დანაზე და 500-600 დოლარიან დანებზე ხვდება. ამ დანის ღირებულება ეხლა რომ არ მოგატყუოთ, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ძვირიანი არ უნდა იყოს ეს მოდელი და რა თქმა უნდა ჩვენ საიძე Blades-ში ნახავთ ამ ყველაფერს. ფასი აღწერილობა, მასალები, ყველაფერი უფრო დეტალურად იქნება მოცემული ჩვენს ვებგვერდზე. აქ უბრალოდ მოვახდინოთ ამ დანების ვიზუალური დათვალიერება და პირველი ეფექტი რა. პირზე ღარი ძალიან უხდება, ტექსტურირებული ალუმინის ტარი ხელში კარგად ძის, ალუმინი ზოგადად ცრიალა მასალა და ტექსტურა უხდება, საკმაოდ პრაქტიკული გამოდის ამის გამო და საერთო ჯამში რა ვიცი, ცუდი ნამდვილად არ არის ეგ დანა, გააჩნია ფას და ფასი ვფიქრობ ადეკვატური იქნება კონცეპტები, რა ვიცი, ყოველთვის. არ ღირს ხოლმე ძვირი რა, მოკლედ ადებენ ისეთ ადეკვატურ ფას რა გვაქვს აქ, მოდი წავიკითხოთ. რეივენი ალბათ. ნახოთ აბა რეივენი, ამ დანასაც პირველად ხედავ მეგობრებო. მიკარტას ტარი გვაქვს რაღაც შავი წითელ ფერებში. ფოლადი გვაქვს ამ შემთხვევაში შვედური 14C28-იანი აქსის ლოკი ჩამკვეთი სისტემა. როგორც ხედავთ, საკმაოდ რბილია მექანიკა, დიფქერი საკიდი გვაქვს. ეს ტარი ცოტა გასაწმენდია, რაღაცა დაბურული არის და ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვა. რავი, პრაქტიკული დანაა პრინციპში, ფორმა ისეთი აქვს, რომ გამოსადეგია ყველაფერში, პირის ზომა დაახლოებით 8-9 სანტიმეტრი, სისქი ადეკვატური, წონა ადეკვატური. რავი, პრაქტიკული ბიუჯეტური დასაკეცი დანა იქნება. ვფიქრობ. შემდეგი მოდელი. ვინ არის ეს? ეს ფენრილია, ფენრილი ვიცი ჩვენ მქონდა, მთავარია შეიძლება რაღაცა განსხვავებული არის თავისი ვიზუალი, თან რაღაც სხვა ჩამკეტით გამოუშვეს, სხვა ტარით არ ვიცი, ნახოთ მოდი. ხო, აი, სხვა ფერია, ესეთი ფერი არ მქონია, ალუმინია ტარი. კომბინირებულია, როგორც ხვდები. წითელი შავ ფერში, ბათონლოკ ჩამკეტის სისტემა, თამსტარით იხსნება 14C28-იანი ფოლადი. ვადან ლამაზია სხვათა შორის ეს ფორმა და ეს დანა ყოველთვის ყველა კომბინაცია მომწონს ძვირიანი ვერსიას გვაქვს ამისი და ბიუჯეტურიც ყველა საკმაოდ კარგია და ეს შავი წითელი ფერები ძალიან უხდება ერთმანეთს. ჩემპი გემოვნებაში ძალიან ჯდება შავი წითელი და თეთრი ფერები ამ სამი ფერის კომბინაცია მიყვეს განსაკუთრებით. აქ თეთრი ფერი ნაკლებად გუთხოვოთ ნალესზე, მაგრამ შავი და წითელი საკმაოდ კარგია. მექანიზმი საკმაოდ რბილია, როგორც ხედავთ, ეს შუბისებრი, ცოტა აგრესიული პირი, საინტერესოა. ფენრილი ყოველთვის კარგი მოდელი იყო და მომწონთ. მოდი გადავდებ ამასაც. საკმაოდ ბევრი მოდელი გვაქვს ასავლელი და მოდი ცოტა დავჩქარდები, არ მინდა რომ რაღაცა მოსაწყენი გახდეს ეს ჩვენი ვიდეო. კორვიდვე რომელი არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ალბათ ესეც სიახლეა. აქსისია სავარაუდო ჩამკეტი. კორვიდი აქსისია, საინტერესოა. რა ლამაზია. ნახატი გქონდა ჩვენ სხვა მოდელი ადრე. კარგია. ეს არის M+-ის ზომა, ხო მე მგონი კიდე. შვენიერი, კაკრას კითხულობდნენ M+-ი არ გაქვთ ბიჭებო, M+-ი არ გქონდა და აგერ გვაქვს. აქსისზე ჩამკეტი, საკმაოდ რბილად მუშაობს მექანიზმი, ფოლადი D2 გვაქვს, შავის თოუნოს დაფარვით. ესეთი ლამაზი ჭრელა განსხვავებული ტარით, მე მგონი რაღაცა მულტფილმის გმირიან ანიმესი ზუსტად არ ვიცი მომიტევეთ. ვისაც გიყვართ ეს გმირი, მე არ ვიცი სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან ლამაზია. ჩემთვის მე უბრალოდ ამ შემთხვევაში მხოლოდ ვიზუალურად ვაფასებ რა. GT-ია, GT-ზე დატანილია სპრინტი ნახატი და დიფქერი საკიდი გვაქვს. ზომა ძალიან ადეკვატური. კარგი ზომა, XL-იც ძალიან მოწონს მე, მაგრამ
M+-ი ალბათ უფრო მისაღებია. აქ რა ხდება, აქაც კორვიდვე, Black-Watch-ი JG-ად. აქ უკვე JG-ად გვაქვს, როგორც მივხვდით. ნახოთ მაინც. JDG-ი ნიშნავს მეგობრებო დაუმუშავებელ ჟიათს. დაუმუშავებელი ანუ ფერი არ აქვს მიცემული და იქნება სავარაუდოდ ღია. JDG-ზე დატანილია პრინტი ისევ, იგივე მოდელია ზუსტად, მოდი აღარ გავხსნი ამას. რადგან ვიცით აქ რაც ხდება. ბომბური, მეგობრებო, ბომბური ძალიან საინტერესო და საყვარელი მოდელია ბევრისთვის, იმიტომ რომ ბომბურის დიზაინი ეკუთვნის მიდგაც მესერს, მიდგაც მესერის ზანები საკმაოდ მაღალ ბიუჯეტურია, თინეებთან ერთად კი გააკეთა შედარებით ბიუჯეტური და ძალიან ხარისხიანი, სხვათა შორის მექანიზმი ძალიან ისეთი აქვს, ზუსტად ეს ფერი გქონდა ჩვენ თუ გახსოვთ. წინა ჩამოტანაზე და გვედუკიდეს მაღაზიაში, აი ნახეთ, ესეთი ბომბური გვაქვს მეგობრებო. ფოლადი D2-ია, შავის თოუნოში, ცხელი დაახლოებით 4.5 მმ ჯიათის ტექსტურირებული ყავისფერი ტარი, 3D საკიდი, რომელიც შემსუბუქებულია, მაგრამ რა აზრი ქონდა, არ ვიცი, იმხელა ბექსპეისერი უდევს და იმ სისქე პირი აქვს. კლიპსის შემსუბუქებას ალბათ უფრო ვიზუალურად კი ძალიან ლამაზია, ვფიქრობ. განსხვავებულია, არასტანდარტული საკიდია და რომ შეხედავ რაღაცა მიღწევილი ნამუშევარია და უფრო ძვირფას ხდის დანას. მაკუთხით კი ბატონო, მაგრამ წონის მოგებას აქ ალბათ დატვირთვა არ ექნებოდა. ლაინერ ლოკი გვაქვს ჩამკეტი სისტემა და როგორც გითხარით, აგურივით არის ეს დანა, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი რო გითხარით ხელში ძალიან მძიმეა და რაღაც არა, იმიტომ რომ ფორმა და ერგონომიკა საკმაოდ კარგი აქვს. ხელში მშვენივრად ზის, არ მაწუხებს, ალბათ უფრო ჯიბეზე შეაწუხებს თუ განსაკუთრებით თხელი შარვალი შორტი ან სპორტული აცვია. კარგია, მექანიკა კარგია, მოწოდების სიმაღლეზეა, დიზაინი კი ვხედავთ რაც არის, ცოტა განსხვავებული ბრუტალური დანები ვისაც მოწონს, მათთვის ალბათ მისწრება. ბომბურს ვიცი რომ ყავს ჩვენთან ბევრი მოყვარული და ბევრს უყვარს ეს დანები. აქ რა გვაქვს, ისევ ფენრირი გვაქვს მეგობრებო, dark red alumini, ისევ შავი და წითელი ალუმინია და მოდი აღარ გავხსნი ამას. აი ეს მოდელია რომ გაგახსენოთ. შემდეგი, ისევ ბომბური გვაქვს, red G-Mascus, საინტერესოა წითელი G-Mascus-ის ტარიო. აღარ ნახოთ. ნახოთ წითელი G-Mascus-ი ესეთ ლამაზი იქნება. კარგია. ტექსტურა აქვს ამ ჯიათს. ორ ფერშია, შავ წითელ ფერებში, ფოლადი D2, ამ შემთხვევაში უკვე თეთრი ფერის პირი გვაქვს, ლაინერი ისევე ჩამკეტი სისტემა, მექანიზმი მოწოდების სიმაღლეზე, საკიდი იგივენაირი ხელში. ემოცია განცდა ყველაფერი იგივე, მოკლედ ვისაც გიყვართ მიდგაც მესერი და მათი სტილის ცოტა ბრუტალური განსხვავებული დიდი მოხეული სქელი დანები. ეს დანა ერთ-ერთი უპირობოდ ფავორიტია, იმიტომ რომ არის როგორც გითხარით საკმაოდ ბიუჯეტური მათთან შედარებით და მაღალ ხარისხიანი. ამიტომ თუ გიყვართ მსგავსი დანები, ვფიქრობ ძალიან გამოგადგება და კმაყოფილების დარჩებით. შემდეგი მოდელი. პარი. ეს უკვე პატარა ფიქსი უნდა იყოს, როგორც ხდები, გქონდა ჩვენ ეს მოდელი და როგორც ჩანს კიდე შევუკვეთა გიომ, კი ბატონო, მიკარტას ტარი გვაქვს. მოდი ბარემ ნახან გავხსენით, ნახოთ ახლოდან ეს დანა მივხედავთ იმისა, რომ ვიცით. კიდევ ერთხელ გავაცნოთ. არ გვაწყენს, ვფიქრობ. 14-28 გვაქვს ფოლადი. როგორც ხედავთ, თეთრი პირის, მწვანე მიკარტას ტარი, კაიდექსის საკიდი, საკიდზე კლიპსა, შეგვიძლია გულსაკიდოდ ნექნაიფად გამოვიყენოთ, პატარა დომის ძალიან ვფიქრობ საკმაოდ პრაქტიკული და გამოსადეგი ფიქსი, ვისაც უყვარს პატარა ფიქსები რა. მათთვის არის ეს დანა შექმნილი. მე ჩემი აზრი რომ გითხრათ, თუ ესეთი პატარა პირი მჭირდება, მის შემიძლია დასაკეცი დანა მქონდეს, რომელსაც თან ვითამაშებთ, თან ჯიბეს ჩავიდეთ მარტივად, მაგრამ ზოგს მაინც ფიქსი ურჩევნია. ახლა კი შემდეგი მოდელი, ლინკი. ნახოთ აბა რა გვიდევს ყუთში. რა დევს შავ ყუთში. ლინკი მახსოვს კერშავს ქონდა ესეთი მოდელი, კლასიკა ძველი მოდელი და საკმაოდ კარგი და პოპულარია ამახსოვს ეს და ნახო რაღაცა მამალს გავდა სურათში. ფრონტლივი გასხის მექანიზმი გვაქვს, წითელი ფერის ჯიათის ტარი, პირზე სხვადასხვა გრაინდებია, როგორც ხედავთ, ყავისფერი დაფარვით 14-28 ფოლადი გვაქვს, აქაც შვედური დიფქერის საკიდი. კაი, საკმაოდ საინტერესო დანა თავისი ხასიათი დიზაინის განსხვავებულობით. სიმართლე გითხრათ მომეწონა. პირი მართლა ნისკარტივისა აქვს და რა მამალს გავს კი. შეიძლება წითელმა ფერმას გამოიწვია ისა ჩემი. მოკლედ საინტერესოა პირზე ძალიან დიდი ამოჭრა შემსუბუქება, საერთო ჯამში დანა არ არის არც მძიმე, არც მსუბუქი, საშუალო ზომისაა, მექანიზმი
ძალიან კარგი, პრაქტიკული და განსხვავებული დასაკეცი დანა. გადავიდეთ შემდეგ მოდელზე. აი, მოდი ისევ გადავიდეთ მე მგონი ფრაიბარებზე ცოტა ხანი დანებს შევეშვათ, მე ისევ დანებს მეუბრუნდეთ და ასე. ვა, კარგი ფერია. დოგვის ფერი ქვია მე მგონი აფერს ძალიან ლამაზია, რაღაცა ელექტრიკი განსხვავებული თანამედროვე ფერია. როგორც ხედავთ, ტიტანია ქონდა ჩვენ ესეთი კონცეპტის ფრაიბარები წინას და ემოციები უკვე ვიცით. ძალიან კარგი ემოციებს იძლევა, ძალიან ლამაზია, კარგი ნამუშევარია, კვინტების მოსაშვები აქვს ტარში. გასახსნელი ბოთლის, თვითონ ეს ფრაიბარის ფუნქცია რაც აუშუალოდ სახრახნის ის, ხელზე სატრიალებელი კარამბიტივით, საკიდი კლიპსა, მსუბუქი, დაინტერესო ტიპია ძალიან და ძალიან მომეწონა ეს ფერი უხდება ამ ფრაიბარს ვფიქრობ. ალბათ ამ ფორმებში ყველაში ფრაიბარებია და მოდი შევხედოთ აბა ვნახოთ კიდევ რა ფერები გვაქვს. აჰა, შავის ტონუშიც გვაქვს აგერ. ვფიქრობ საინტერესო ნივთია. მომწონს ძალიან. კიდევ რა ფერი გვაქვს აბა. ფრაიბარი ზოგადად ძალიან გამოსადეგი და კარგი ნივთია რა. გარდა იმისა, რომ აქსესუარია და სათამაშოდ კარგია, არა ლამაზია. ზომბი შეფერილობით, მწვანე და რაღაცა. დააკვირდით. კარგია. ეს ფრაიბარი 64 ყუთებში რა გვაქვს კიო. ნახოთ მეგობრებო. დანის დასაშლელი. ეს ტრიალებს შეგვიძლია ვითამაშოთ. გვაქვს ბიტები, T6, T8, T10, ალბათ 12 იქნება ეს ჯვარედინი, ტყელთავიანი. მაგნიტით შრება, ძალიან კარგია და კი, პრაქტიკული იქნება ვფიქრობ. ძალასაც დაატან, იმიტომ რომ სისქე და ეს ტექსტურა კარგია და აქაც რო ტრიალებს უკვე ხელის მარტივი მოძრაობით შეგვიძლია ნივთის დაშლა. მე მგონი რაღაცა კიდე გვაქვს. კი, იშლებმა. აქაც კიდე ორი უფრო დიდთავიანი ჯვარედინი და ტყელთავიანი ის გვიდევს. საინტერესოა. კარგი ნივთია. ესეთი რაღაცები გვიყვარს ზოგადად დანის მოყვარულებს და ვფიქრობ ესეც გამოგვადგება. შემდეგი გვაქვს Teenable-ის ყუთია გამორეული Fenrir G10 White Nostalgic. აბა ნახოთ რაღაცა მეგონი განსხვავებული Fenrir უნდა იყოს. ნახოთ რა დაიდა. ვა. ლამაზია. და პრინტული G10 გვაქვს აქაც. საკმაოდ ლამაზი რაღაც სპორტულ მანქანას გავს. შავი სტოურმოში D2 ფოლადი გვაქვს და ეს ჩამკეტი ბათონ ლოკის მსგავსია, მაგრამ გივამ ჩამკეტს საქვია გამოსენე, თუ გახსოვს. ფაქტია, რომ კარგი და რბილი მექანიზმი აქვს და შუბისებრი პირი. ძალიან კარგია. საინტერესო, ესეთი ქონდა ჩვენ მწვანე ფერის, ქონდა კი არა გვაქვს ეხლაც არის მაღაზიაში და ესეც განსხვავებული ფერი ჩამოგვივიდა. ის რაღაც ახალი ჩამკეტია, ნახავს კიდე და გვეტყვის. აგი ისევ კარაბინი გვაქვს მეგობრებო. შავი ფერის, მე მგონი ვნახეთ ეს წეღან. კი, მე მგონი კი არა ზუსტად ვიცი ვნახეთ. აქაც კარაბინი გვაქვს white blue ანოდიზეთ. აქაც მე მგონი განსხვავებული ანოდირებით არის. არა, იგივე იასამის ფერი ანოდირებით არის ესეც. ძალიან ლამაზი, პირველი ეს ნივთი გავხსენით. აქ ისევ ფრაიბარი მეგობრებო, შავი ფერის. ისევ ფრაიბარი ნახოთ აქ რა ფერიო, ისევ მწვანე ფერი. მე როგორც ჩანს უკვე მეორდება რა ფერები და ყველა აღარ შეგაწუხებთ. ისევ გავიაროთ აქ რა არის, ეს რაღაც განსხვავებული ყუთია. ნახოთ. კალამი, ტაქტიკური პასტა. ამერიკის დროშის ფერებში. რა ლამაზია. ტიტანის корпуსია, ძალიან ლამაზად დამტირებული. როგორ გიო? ტოპლაინერი, კი ბატონო, ტოპლაინერ ლოკი. ცოტა უფრო განსხვავებული, საკმაოდ კარგი ჩამკეტის სისტემა, ძლიერიც არის და ხელში სათამაშოდაც ძალიან კარგია.
ახლა კი ამ კალამს რაც შეეხება ტიტანის კორპუსია, როგორც ხედავთ, ამერიკის დროშის სფერებშია გადაწყვეტილი, მისი ანოდირება, წონა ძალიან კარგია, ვფიქრობ საკმაოდ პრაქტიკულიც იქნება, სატარებლად მარტივი, დიფქერი საკიდი აქვს და სათამაშოდაც ძალიან კარგი. ფრიად მოხიბლული ვარ ამ კალმით, მეგობრებო, ძალიან კარგი. პრაქტიკული კალმები მიყვარს როგორც იცი ძალიან და მაქვს კიდეც რამოდენიმე და მოუთვის სავარაუდოდ აქაც კალამი იქნება, ვნახოთ რა ფერია, იგივე ფერია მეგობრებო. მეტი კალამი არა, იგივე სულოიცალია? აღარ გქონდათ? ძალიან ცუდი. ნუ აქ ისევე პატარა ფრაიბარი, ცისფერი მიკარტასტარით. პარემ ესენი მოვილიოთ და გადავიდეთ დანებზე. აქ ოქროსფერი ანოდირებით გვაქვს ეს ფრაიბარი მეგობრებო. აქაც ისევ კარაბინი. აბა აქ რა ხდება? ისეც ისევ პატარა ფრაიბარი და ეს უკვე დიდი ფრაიბარი ისევ ოქროსფერით. საინტერესოა. კარგი, ეს აქსესუარები ძალიან კარგი იყო, ვფიქრობ, მე ძალიან მიყვარს ესეთი ნივთები. დანის მოყვარულებსაც ყველას გიყვართ ვიცი და ამიტომ ჩამოვიტანით სწორედ და გადავიდეთ ახლა ისევ დანებზე. ამებს მოვაშორებ თქვენის ნებართვით კადრიდან. იმედია ძალიან დონხალი არ გავაკეთე. ბევრი ნივთია საკმაოდ და ადვილი არ არის ამისი რაღაცა ძალიან ისე ორგანიზებულად დალაგება. სადან გავიკითხოთ მაინც. რაიფერი არის თინეიბლის. რა კარგი მიკარტაა, ძალიან კარგი ღია ყავისფერი მიკარტა გვაქვს თეთრი პირის. ვაუ, რა ლამაზია. ჩემი პირველი ემოცია ეს იყო, ვაუ, რა ლამაზი არა და ძალიან უშნო არა და მომწონს. მიყვარს ზუსტად განსხვავებული და ცოტა ისეთი არაორდინალური, არასტანდარტული დიზაინები მომწონს და ამიტომ მე ძალიან მელამაზება რა. ძალიან მელამაზება, ძალიან კარგი დაშვება აქვს საკმაოდ თხელი. აუ, კარგად გაჭრის. კი, შეგიძლია ფურცელი მომაწოდავ. ძალიან ძველი მექანიკა, საინტერესოა. მადლობა. აუ, რა კარგია. ზოგადად. მაგარია, ძალიან პრაქტიკული იქნება, რასაც აუცილებლად დავიღებ ამ დანას ჩემთვის. იმედია რაოდენობა გვექნება კი. შვენიერი. პირველი ემოცია ძალიან კარგი იყო. იგივე მოდელია მე მგონი აქაც, ბრაუნ მიკარტა, ანუ ყავისფერი მიკარტა იგივე იქნება კი ბატონო. მე გვაქვს ნახოთ. პარი ჩვენ ნახეთ წერანგიო? კი, პატარა პარი ნახეთ, ხო, აქაც იგივე მოდელია. პატარა ფიქსი იყო, რომელიც წინა ჩამოტანაზეც ჰქონდა, ამაზე აღარ მოგასცემთ. QTRO name კასეტის ეს რაღაცა ახალი მოდელია, არ ვიცი მეგობრებო, მოდი ერთად გავაცნოთ. ჰა? ხო, მართლა? კარგია, მიხარია, ნუ ნახოთ. თუ ჩემი სტილია, გიო თუ თulis რომ ჩემი სტილია. ტიტანი, კარბონი, ხო ტიტანია თუ ალუმინია? ტიტანიუმი კი ბატონო. რა კარგია, ვანკლიფი კი ეს ფორმა მიყვარს გეომეცის. ფოლადი ელმაქსი გვაქვს, ტიტანი, კარბონი, ლამაზი ბექსპეისერი, სამი ეს უკვე მაღალი კლასისთანაა შედარებით, უფრო ცოტა სავარაუდოდ მაღალბიუჯეტურიც იქნება, რბილი მექანიზმი, აქსის ლოკ ჩამკვეტის სისტემა, ხელში კარგად ზის, ზომა საშუალოზე ცოტა უფრო დიდია, დიდი ზომის დანაში გადის პრინციპში, არა გიგანტი, მაგრამ საკმაოდ დიდი ზომის. ელმაქსი ფოლადი კი ძალიან მიყვარს და ძალიან პატივცემ და ვფიქრობ ესე ძალიან კარგად გაჭრის. საინტერესოა. ოჩაგიო კარგი არჩევანია. შვენიერი. კარგი სიახლეები მოგროვდა მე მგონი ამასობაში მეგობრებო. ცოტა განსხვავებულებიც რო არის, რაც აქამდე არ ქონია, ეგეც ძალიან კარგი ამბავია და მიხარია. ნუ კრებობს დავიკითხოთ. ბომბურია ისე ბრაუნ ჯიათი. ყავისფერი ჯიათით ბომბური, კაი, ამაზე აღარ მოგასცემთ. კაი, გადავიდეთ შემდეგზე, რა გვაქვს? ხერონიც არ მეცნობა ეს სახელი აშკარად არ ქონია, რამდენი რაღაცები დავაგროვე. სიახლეა ესეც. ნახოთ მოდი ჩვენი პირველი ემოცია რაღაცნაირი. ელექტრიკი სამი სფერია, ალუმინის ტარი, აქსის ლოკი ჩამკეტი.
საინტერესოა. რა კარგად სტარი და პირის დიზაინი ძალიან კარგად ის. ამასაც რაღაცა ფრინვას მომსგავსებ თითქოს. დღეს ძალიან შედარებებში ვარ. ფოლადი გვაქვს ნიტროვი მეგობრებო. დიზაინერი ვინ არის დატანილი კი არის ლოგო ამას ვნახავ და აღწერილობაში დაგიწერთ. დიპქერი საკიდი, აქსის ლოკი ჩამკეტი, საკმაოდ რბილი მექანიზმი, ზომაც საშუალო ზომის დანაა და რაღაც ერთი შეხედვით ძალიან სადა კლასიკური და ისეთი დანა და ამასობაში ეს ჩვენი ფოთლის ფორმა საკმაოდ აგრესიული და წვეტიანიც გამოდის ხოლმე. და ესეც რაღაცა განსხვავებულ ხასიათს ძენს, ცოტა ნაზ დანას გავს, მაგრამ ნაზი ნამდვილად არ უნდა იყოს ეს დანა. რაღაცები იმალება მასში. აბა ნახოთ. შემდეგი მოდელი რა გვაქვს მეგობრებო? ისეთ ავფე ბლეკ მიკარტა, ჩემი დანა მე რო განსაკუთრებით მომეწონა შავი მიკარტის ტარით. შავი არა, უფრო ნაცრისფერს გავს ეს. პირის დაფარვა ძალიან რა უხდება, კი, ლამაზია. აგერ თეთრი ფერის გვაქვს. გვერდ-გვერდზე ორივეს თავისი ეშხი და სილამაზე აქვს, კი ბატონო. ცუდი არც ეთი არა, ნამდვილად. ამ შემთხვევაში შავი დიპქერი საკიდი გვაქვს. ეს მიკარტა ხმარებაში მე კიდევ უფრო გამოგხდება და გაშავდება და ვფიქრობ, მაინც ლამაზი იქნება და პირსაც ეს ყავისფერი დაფარვა ძალიან უხდება, მექანიზმიც ძალიან რბილი აქვს, ძალიან მომეწონა ეს დანა. ეს ფერიც კარგია. მოგრაგო. აქ ფიქსია რაღაცა. პარი ისევე. ამოვიდა ფერში ამდენი პარი კი რა მოგაწერინა. ლოკის თავიდან ნახეთ ჩვენ პირველი მოდელი იყო. გრინჯიათი, ეს მწვანე ჯიათით არის, რა ფერი იყო აღარც მახსოვს. კი, მწვანე ჯიათით იყო ის. კი ბატონო, კარგი, აღარ გვინდა ამისი დეტალურად გავლაც და დაგვჭა აი ეს მოდელები. ბომბური, ფენდერი. ბომბურები უკვე რადგან გავიარეთ, მოდი აღარ მოგაწყეთ თავს. თვილ კარბონ ფაიბერი, კარბონის ტარით არის. და წითელი შავი ჯიათის ტარით არის, ფენრირი გვაქვს. ჯიათის, მოდი ნახოთ მაინც. XS ფენრირის ვიცით. უბრალოდ კორვიძე იყო ეს ფერი. ფენრირზე არ ყოფილა და მოდი ნახოთ მაინც. ბათონ ლოკი ჩამკეტი სისტემა გვაქვს ამ შემთხვევაში და ძალიან ლამაზი უცხო მწვანე ფერის პირი. საკმაოდ რბილი და კარგი მექანიკა. როგორც შევევია ხოლმე ფენრირს. კაი ტიპია. საკმაოდ კაი ტიპია. ეს დანები მეგობრებო, ეხლა რასაც ვნახულობ, თითქმის ყველა 1-2-ის გარდა იქნება ძალიან ბიუჯეტური რა. ისევ ბომბური კიო, მაგალითად ბომბურის ფასი შეგიძლია გამახსენო? 220 ლარი. შემიძლია. გავს ხაზიათის დანისთვის ძალიან კარგია. ბომბური რა არის? გათვლილია უფრო მძიმე სამუშაოებზე, მის ბრუტალურ დიზაინზე და იმაზე რომ ვისაც უყვარს აი როგორც გავნეორდები რა ისე ესეთი სკელი და ცოტა მძიმე დატვირთვებზე გათვლილი დანები. შეგიძლია ამითი რაღაცა პატარა ჩაჩეხო კიდე, ცოტა ბატონინგიც გააკეთო, თუმცა იმდენი უნდა მოთხოვრას დასაკეთს დანას ევალება და დასაკეთს დანას რაც ევალება, იმაზე გაცილებით მეც გააკეთებს ეს მოდელი. თავარი ამ დავნის მუღამი და ინტერესი არის ალბათ ის, რომ განსხვავებული ყველასგან გამორჩეულია რა და ვაუ ეფექტი აქვს. ვა რა მაგარი დანა რა გვაქვს მაჩვენე, აი ესეთი ტიპი ეს ჩვენი ბომბური რა. კარგი და რა დაგვჭა მაგიო. ეს ბომბურებზე და არავისაუბრეთ, ესენი გვაქვს დარჩენილი ჰერონი. აბა ნახოთ ის დაიწერი მე რომ მომწონს ის მოდელია. ჰერონი რომელია ხო ნახეთ უკვე. სახელები რაღაც მახსოვს რა განახლებია. ხო კი, ეს ჰერონი ძალიან გავიარეთ. და წაიფერი როგორ ტარზეა. ბლეკ მიკარტა, შავი მიკარტა, ესეც გავიარეთ. მოკლედ მეგობრებო, ცოტა არეულობა გამოიწვია ამ ჩემ ახალმა ფორმატმა, მე მგონი ისევ ძველ სტილში გავაგზავნებთ, ეს მაინც ახლა იყო, არ ვიცი, დაგვიწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ? ხანდახან პერიოდულად შემიძლია შემოგთავაზოთ ხოლმე მსგავსი ფორმატი, ნუ მომთხოვთ, რომ სულ ესე გადავიღო, იმიტომ რომ ცოტა გიჟობა გამოდის რა. ციგიჟე კარგია, მაგრამ ეს ცოტა მეგონი ნამეტანია. ხო, ეს ჩვენი Rivery MFG, ისევ და ისევ გავუწევდი რეკომენდაციამ დანას, ძალიან კარგი სათამაშოა, კარგი ფიჯეტია, გარდა იმისა, რომ ფუნქციურია. რაც შეეხება ჩვენს კონცეპტებს და თინეიბლებს, როგორც ადრე, რა თქმა უნდა, სასიამოვნოდ გვაოცებენ, კარგ ნივთებს გვთავაზობენ, საკმაოდ მისაღებ ფასებად
დავუდებთ ამას ყველას ჩვენს ვებგვერდზე www.blaze.gr. ხოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ი, Instagram-ზე დაგვაფოლოვეთ, ძალიან კარგი Instagram გვერდი გავაკეთეთ ცოტა ხნის წინ და უკვე საკმაოდ კარგად მიდის საქმე იქაც, ჩვენი Facebook-ი და TikTok-ის არ დაგავიზდეთ. სიახლეები კი ჩვენზე იყოს, რა ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი დანებით და ალბათ ძველ ფორმატში რა. გვითხარით თქვენი აზრი, თქვენი შთაბეჭდილება, ძალიან გამაკრიტიკებთ და გამკითხავთ, გთხოვთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, პირველად ვნახე მათი უმეტესი მოდელი. არ ყოფილა აქამდე ჩვენთან. ეხლა გამოუშვეს ფიზიკურად და ვერ მექნებოდა შეხება და თან რაღაცა განყუთვის ვიდეო მაინც და მაინც ეხლა გადავწყვიტეთ იმ დანებზე, რომლებზეც დიდი შეხება არ მქონია და იმედია ძალიან ცუდი არ გამოვიდა. ახლა კიდევ დაგემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ.